მოძრაობის პოზიციას მოვისმენთ, ბატონი კომისრიესობამ დატოვა დარბაზი თქვენთვის ამდენ მისაღები იყო. პირდაპირ თქვა საგიჟეთი. ეს არ არის დარბაზი, ეს არის საგიჟეთი, ყველაფერს თავისი სახელი დაუარქვათ. ეს მთელი შემოდგენილობა ხელისუფლების ყველაზე მაღალი თანამდებობის პირები დღეს არიან წარმოდგენილი აი აქ ამ დარბაზში დილიდან. ეს ხალხი მართავს ქვეყანას 6 წლის განმავლობაში. აი ეს ხალხი აკეთებს პოლიტიკას. მაგრამ ამ ადამიანებს ის რა გონიათ პოლიტიკის კეთება? ამ ადამიანებს პოლიტიკის კეთება გონიათ ეხლა რომ გავლენ ეს ქართული ოცნების წარმომადგენლები კონდიცირებულ შავ ჯიპებში რო ჩასხდებიან, ჩაბლული შუშებით, რესტორანში რო წავლენ, ნათესავები რო ყავთ დასაქმებული საკუთარი ასე თქვათ სამსახურებში, ბიზნესებში რო აქვს წილები, მილიონებში რო დადიან, ეს გონიათ პოლიტიკის კეთება. რომ პენსიონერი არანაღლებთ რომ 300.000 იყო ბანკის ვალებში იხჩობა, არანაღლებთ ის რომ სოციალ-დაუცველთა რაოდენობა სულ უფრო და უფრო იზრდება, სულ უფრო და უფრო მცირდება სამუშაო ადგილები ამ ქვეყანაში. ანუ ეს რეალურად 6 წლის განმავლობაში არ ანაღლებთ და ამ ყველაფრის დემონსტრირება დღეს ხო პირველად არ მოხდა, მაგრამ უკვე მე მგონი საკამარისი საკვები მიიღო საზოგადოებამ ფიქრისთვის, რომ ეს ადამიანები გავუშვათ სახლებში, ადამიანურად არ ვერჩოდეთ, უნდა მიხედონ თავთავიან საქმეს, მაგრამ პოლიტიკის კეთებას შეეშვან იმ პოლიტიკის, იმ საქმიანობის, რომელმაც კონკრეტული კეთილდღეობა უნდა მოუტანოს საქართველოს მოქალაქეებს. ხალხი 100.000-ობით ამ ქვეყნიდან გარბის გადახვეწილნი არიან, რომ 2 ლუკმაპური ფული გამოიმუშაონ და საკუთარ საქართველოში დარჩენილ ოჯახის წევრებს გამოუგზავნონ და ასე გადაარჩინონ შიმშილს ოჯახის წევრები და ეს ადამიანები რას შადიან? ერთხელ იყო პრემიერ-მინისტრი, გინებით გავიდა კომიტეტის ხმოვიდან, მეორეა პრეზიდენტი, მესამეზე მთელი შემოდგენილობა ქართული ოცნების. ეს ნორმალურია. აი, რეგლამენტის თემას რო დაუბრუნდეთ, ანუ რეგლამენტი უნდა დარღვეულიყო თუ არა? მათი პოზიცია იყო, რომ პრინციპული არის რეგლამენტის დაცვა და მას შორისაც პრეზიდენტის გამო რეგლამენტი არ უნდა დაირღვეს. არა, ეხლა რეგლამენტზე საუბარი არის უბრალოდ აქცენტების გადატანა იმ საგიჟეთიდან, რაც ეხლა ხდებოდა. ჯერ ერთის ბატონმა მარგველაშვილმა მშვენივრად იცოდა რეგლამენტი დილის საათებში, ხო იცოდა, როგორ წარიმართებოდა. მე თუ წავიკითხე შავი თეზეზე წერა, ბატონი მარგველაშვილს არ ქონდა წაკითხული, რა თქმა უნდა, ქონდა, მაგრამ უმწვავეს კითხვაზე პასუხი როდესაც არ ქონდა ჯერ დატოვა სხდომათა დარბაზი, მე შემოვიდა და ასე ვთქვათ, ატეხა ეს ხარახოზუმი, რომელიც ატეხა. არანორმალური ვითარება არის ადამიანი, კონკრეტული ადამიანი თემურ ჯანაშიას ბედი არის დამოკიდებული ბატონ მარგველაშვილზე, 엘ემენტარულად კალმისტარი უნდა აიღოს ხელში, მოაწეროს დოკუმენტს ხელი, მაგრამ არ აკეთებს. მაგრამ ბიძინა ივანიშვილს როდესაც დაჭირდა 2013 წელს გრიფით საიდუმლო მოხსნა, მაშინ ერთად იყვნენ და მეგობრები იყვნენ, საღამოობით ფილოსოფიაზე საუბრობდნენ. მაგრამ დღეს უკვე როდესაც ბატონ ჯანაშიას ჭირდება იმისათვის რომ თავის სიმართლე დაადასტუროს და თხოვს რომ მოხსენით ეს გრიფით საიდუმლო იმავე თითქმის პერიოდზე როდესაც მე აღარ მუშაობდი, მაგრამ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, მაგრამ უკვე ჩუბინიძე იყო მის ადგილზე, არ აკეთებს ამ ყველაფერს და ციხეში მიდის ის ადამიანი და შეთანხმებული ბრალდებით დასდებენ 5 წლის განმავლობაში. ამ კითხვაზე პასუხი როდესაც არ აკავ პრეზიდენტ ადამიანს და მდგომარეობაში თავს ისე ჩაიგდებ რომ პარლამენტიდან რბილად ვთქვა, ჩემი განმოსახედია სრულად ჩამოყალიბებული ამოსაზრებაში, რომ ეს არის საგიჟეთი, გაიქცევი და ნელისვითაც კი არ გახვალ. რა თქმა უნდა, ეხა აქამდე რომ მიიყვან მდგომარეობას ნოემბერისვიან მოქალაქეს როგორ უნდა ქონდეს შენი იმედი. თავარ სარდალი პარლამენტის საპარლამენტო რესპუბლიკის ფარგლებში. ეს ადამიანები უნდა ქვეყნის პოლიტიკას განსაზღვრავდნენ და დღეს თქვენ უიმედო ხართ, ხვალ იმედი უნდა ჩაგისახონ. დღეს თქვენ პერსპექტივას ვერ ხედავთ, ხვალ პერსპექტივა უნდა დაგისახონ. დღეს თქვენ რაღაცა გიჭირთ ამ პოლიტიკურ უნდა დაგანახონ გზა და უკეთესი ხვალინდელი დღის მას არ მისცეს დებატებში ჩასთვის საშუალება. რატომ? ქართულ ოცნებას შეგეტრიალებთ, ეხლა ქართული ოცნების, ეხლა იმედი ქართული ოცნების დამცველად როგორ შეიძლება 7,000 წელიწადი რო ვიცხოვრო გამოვიდე, მაგრამ შავი თევზზე ეწერა ბატონ მარგველაშვილს ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა, მაგრამ რაიმე თუ ქონდა ბატონ მარგველაშვილს სათქმელი რეკორდულად ყველაზე მოკლე ანგარიში წარსდგა დღეს 21 წუთი თუ 22 წუთი, ხო? ამაზე ვიყავით შეშფოთებულები და ახლოსდებულები, რომ 5 წლის განმავლობაში ადამიანი პრეზიდენტი იყო და ილაპარაკა ძალიან მოკლედ. და დიახაც თქვი და გავიმეორებ. ბატონი მარგველაშვილის მოხსენება იყო არც მეტი და არც ნაკლები პრუც მოხსენება. ეს იყო დიახაც პრუც ანგარიში. პრეზიდენტი, რომელიც 5 წლის განმავლობაში ქვეყანას მართავს და არაფერი სათქმელი არ აქვს, უნდა დაეწყო მას საუბარი იქიდან თუ რა ვითარებაში ჩაიბარა ქვეყანა, რა გააკეთა ქართულმა ოცნებამ 5 წლის განმავლობაში და როგორ ქვეყანას ტოვებს მისი წასვლის შემდეგ. ამაზე არის საუბრა, არც მედია შეეხო, არც სასამართლო სისტემას შეეხო, არც პოლიტდევნილებს შეეხო და ასე შემდეგ.